ჯერჯერობით. რას რო იცე შენსგან კომპლიმენტს. შენ უღაკლაგული. ანუ ჩემი აზრით შევთანხმდეთ რომ ჩემი საყვარელი სერიალები უფრო საყვარელი და კარგი იყო ვიდრე გიორგისი. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მონატრებული ხალხი. იმავე რუბრიკით, ოღონდ ამჯერად გამოვიცნობთ ერთმანეთის საყვარელ სერიალებს, queer სერიალებს, ისევ ემოჯებით. მიხარია ისევ შენი ხილვა. ძალიან, მეც თან სერიალები უფრო მინდოდა. გამარჯობათ, მეც მოგესალმებით მეგობრებო. ოპა. ვაიმე, ბიჭი. პოლიციელი. ნუ აუცილებლად პოლიციელი არ არის. თანამდებობის პირიც. წერალი, ან რა რისი ემოჯია? წერილი უფრო. წერილი? წერილი თუ სიხარი? ორი შეყვარებული ბიჭი. ხო. ეხლა შენს მაგერად ვერ გავიცნობ. ვიცი ეს სერიალი უეჭველი? არა, არ ვიცი. კითხავობა. ყურში პროდიუსერი მეუბნება რომ მე არ ვიცი ეს სერიალი, ამიტომ მითხარი რა არის. Fellow Travelers. Trailer for Fellow Travelers starts right now. You don't want to miss it. 1950-იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატების შესახებარი, როცა არის მაკარტიზმი და სახელმწიფო უწყებებიდან ათავისუფლებენ queer ადამიანებს და იმ ადამიანებს, ვისაც ფიქრობენ, რომ კომუნისტები არიან და აი ამ ორ მტრიალს შეუყვარდება ორ თანამდებობის პირ ადამიანს ერთმანეთს. საინტერესო ჭრილი. და ძალიან სექსუალური კადრები არის. მაშინ ნახოთ მეგობრებო. ძალიან დავინტერესდი. ნახავ. რამდენი სეზონია? ერთი. აი მიყვარს ერთი სეზონი, მინდა მოვუწოდო რეჟისორებს. თქოთ ერთი მაქსიმუმ 2 სეზონიანი სერიალები გავაკეთოთ. ეხლა მე უნდა გამოვიცნო. აუ ეს ეგრევე მივხვდი. რა არის? რაგბის ბურთით და ფოთლებით. ჰაი. ხო ეგ არის, ჰაი. Heartstopper-ი არის. ხო. Hi Charlie. პირველი სიყვარული. აუ ეს სერიალი ხო ძალიან მიყვარს. ძალიან საყვარელობა არის. ხალხო, ეს სერიალი თუ ვინმეს არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ ასეთი არატოქსიკური, ჯანსაღი, უსაყვარლესობა სერიალი queer სიყვარულზე კი არა, არც ჰეტერო სიყვარულზე და საერთოდ აი არაფერი არ არსებობს. იმიტომ რომ ბავშვების სიყვარული. მოდ არანაირი კინემატოგრაფიული ღირებულება არ აქვს. აი უბრალოდ ერთ საღამო უნდა დაჯდე და უყურე. მე ძალიან მიყვარს და ამიტომ ამ სიტყვებს მე ვერ გავიმეორებ, მაგრამ ხო, ეგრეა, მაგრამ ანუ აი იცი რა არის, ზოგჯერ არის რა, რომ არ არის საჭირო მაინც და მაინც რაღაცა საოცრება იყოს რა, ეს სერიალი. პედრო ალმოდოვარის ფილმი ხო, არ არის საჭირო და არც ხარ ყოველთვის მაგის ხასიათზე და ამიტომ ნახეთ, მართლა. მოგინდებათ რომ უბრალოდ იყოთ არატოქსიკურ ურთიერთობაში. არა, ანუ მზად უნდა იყო, რომ ამ ფილმს რო უყურებ, მოგინდება დაბრუნდა ბავშვობაში და იყო ისევ რაღაც. მე არ მქონია ეგ, მე მქონდა რა იცი, რომ აი ხედავ და ვუყურებ, რომ აი ასეთი ურთიერთობა მინდა, აი ესეთი არატოქსიკური ურთიერთობა მინდა. კაი, ეხლა შენი საყვარელი სერიალი შემდეგი. ანუ ეგეც ძალიან ცნობილია. პირველივე და მხვდები, ნუ სამეფო. ხო, ნუ ახლა დროშა და Young Royals. ხო, Young Royals. ახალგაზრდა და მონარქები. Har du drömt att det ska vara? Jag kan visa dig. ხედ ოღონდ რაღაცნაირად ჩემი საყვარელი სერიალი არ გახდა ეს. ხო, ნუ ჩემი არის რატომღაც დამამახსოვრდა. საინტერესო სიუჟეტი აქვს და კარგად არის გადაღებული. ეს მიკროფონი, ორი გოგო, ეს ტაბლეტი ნარკოდამოკიდებული თუ აკრძალული სიყვარული. ტვინი მზე. აკრძალული სიყვარული ეს ნარკოტიკი და გალვაზია ნარკოტიკი. ეს არის Feel Good, ესე ქვია და თამაშობს ერთ-ერთი ხო ცნობილი ბრიტანელი სტენდაპერი. Well, here I go. I mean, it's fine. It's rehab, you know? We'll see you in a few weeks. We're proud of you. Do you want to come in? და არის ნახევრად ავტობიოგრაფიული სერიალი და ძალიან საინტერესოა. ამიტომ რომ ბევრი თემა არის განხილული. ერთი არის ამ გოგოს თვითგამორკვევის პროცესები. გოგოს არა პრინციპში იწყება, მაგრამ თვითგამორკვევის პროცესია და მე non-binary არის და ეგრე აიდენტიფიცირებს თავს. ახალი ფილმი არის სერიალი. საკმაოდ ახალი სერიალია, პატარა სერიალია, ერთი სეზონი, 2 და პირველად ხო და თან შემოდის ასევე ეს
დამოკიდებული არა ეს გოგო და ეგ თემებიც არის ძალიან კარგად ახსნილი და მოკლედ ეგ არ არის ესეთი არც რომკომი, არც სასაცილო და არც საყვარლობა სერიალი, მაგრამ ისეთია, რომ უნდა ნახო. ეს რომელია აღარ მახსოვს რომ ჩვენი. ჰიტი რა ქვია? ეგ არ არის ჰოკეი? ხო, Canada-Russia final showcasing the two most talked about prospects in the world. Canada's Shane Hollander. Shane Hollander, I wanted to introduce myself. მაგრამ მე ეს სერიალი არ მიყვარს, არც ამ ბიჭებზე არ ვარ დაქრაშული, არც ეს სცენები არ მომწონს. ანუ ეხლა შენ თავთან წინა აღდგობაში მოდიხარ. ერთადერთი რის გამოც ეს სერიალი მომწონდა არის, იმიტომ რომ მარტივი საყურებელი იყო, ბედნიერი დასასრული ჰქონდა და წეღან ამბობდი რომ აი ეგეთი ფილმი ძალიან აი არ სექსუალური სინია ჩემთვის რა. ეგ ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ეხლა ორ ადამიანს ძალიან ანუ ჩემი აზრით, ანუ ძალიან და coming out-თან საჯარო ძალიან ზედმეტად მოსწონს ხალხს. რაზეა სერიალი? ანუ ქვიარ სიყვარულზე. ეგ ალბათ იმიტომ რომ ბიუჯეტი ჰქონდათ ძალიან ცოტა და ხო. თუმცა მართლა ამს არ ვხუმრობ. და ის ორი მთავარ როლს ჩვენც არის მსახიობი, ეგენიც დამწყები მსახიობები არიან და კი და ის ბიჭი მე რუსი მეგონა და არ იყო თუ მოსწავლია სერიალისთვის რუსული და ისე კარგად ლაპარაკობს, ანუ ისე ბუნებრივად ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ აუ რაღაც ისეთი სერიალები მოგაქვს რომ ვერ ვიცნობ. სპეციალურად სიგარეტი, ბოქსი, ორი ბიჭი. ეს როგორ არ ვიცი, ტვინი, სასწრაფო და ბოლოს ქორწინდებიან. ანუ ბოქსიორები არიან? არა, ბოქსიორები არიან. კაი არის რა. იმიტომ მიხდებოდი. მიდი გიო შეშეწოდინება, იმიტომ რომ ისეთი ანუ იცი რა მინიშნებას გეტყვიცი, რომ ქვიარ სერიალი არ არის. უროდ არის ხაზი ქვიარ სიყვარულზე ამ სერიალში. შეიმლესი? There were 20 bars on this block 100 years ago, each and every one of them owned by a Gallagher. ეხა მე ისევ გადმოვანთხევ სიყვარულს შეიმლესის ამორწყულზე. ეს სერიალი არ არის ქვიარ სერიალი, უბრალოდ არის წყვილ ერთ-ერთი ხაზი არის ორი ბიჭის სიყვარულზე. და არის ისეთი საინტერესო, ჯერ ხო უსაყვარლესები არიან, მაგრამ თავიდან არის ეს მიკის პერსონაჟი, ვინც არის მაიკი, უნდა ვთქვათ, მიკი. არის ძალიან მოჩხუბარი ტიპი, მოკლედ ძალიან აგრესიული, მალავს კი არა და არც აღიარებს ამ თავის ორიენტაციას და ასე შემდეგ და ძალიან უხეშია იმ ბიჭის მიმართ, იანის მიმართ, ვისთანაც იძლევს ურთიერთობას. არა, არ დავასპოილერებ, ემოჯებში კი იყო სპოილერი, ოკეი, მაგრამ ძალიან საინტერესოა ამათი ტრანსფორმაცია და ამ ბიჭის კონკრეტულად, რომელიც აი ამ მოჩხუბარი ტიპიდან ხდება ადამიანი, რომელსაც უპირობოდ უყვარს და აბსოლუტურად აი ყველაფერს აკეთებს მისი შეყვარებულის დასახმარებლად, სუგვერდში უდგას და აი უსაყვარლესი ხდება ხალხო, ისეთი საყვარლობა, რომ აი მარტო მაგის გამო მიხარო და ვარდისფერი სათვალე წინა ვიდეოში რომ მე გავიკეთო. უნდა გავიკეთო. ხო, ანუ ჩემი აზრით შევთანხმდეთ, რომ ჩემი საყვარელი სერიალები უფრო საყვარელი და კარგი იყო ვიდრე გიორგისი. რა თქმა უნდა, არ შემოვალ კონფრონტაციაში, იმიტომ რომ ქვეყანაში პოლარიზაცია არის და შევამცირო. ჩვენც გავიყოთ და კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი სერიალები, საინტერესო იქნება. და იმედია, სულ მალე ოდესღაც ქართულ ქვიარ სერიალსაც ვეღირსებთ. არის ფილმი სერიალი არ არის? ხო, მე სერიალი მინდა. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი საყვარელი სერიალები, ასევე დაწერეთ, რომ ინგა სერიალები საუკეთესოა. უგემოვნო გიორგი, თანახმოვარ. კარგად.